მეგობრებო, ეხა ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე მაგარ ადგილას. ეს არის ფაქტიურად ტაძარი ვლადიკავკაზის. აი ეგ არის ფეხბურთის მექა. ეს ეხლა არის ვლადიკავკაზის ალანიას ახალი სტადიონი შენდება. აქ 35,000-იანი სტადიონი იყო ადრე. და ხდება ეხა ის დაანგრიეს და ეხა შენდება 20,000-იანი სტადიონი. ოღონდ მთლიანი ყველა ტრიბუნები არ იქნება აქედან შილოეთ და სამხრეთზე იქნება დასავლეთი აღმოსავლეთის ტრიბუნა. ნუ ამის გამო ცოტა უკმაყოფილოები არიან ვლადიკავკაზელები, იმიტომ რომ 35,000-იც არ ყოფნიდა აქ იმდენი ხალხი მოდიოდა. ეხლა 20,000-იანის პრობლემა იქნება, მაგრამ თავარია რომ ახალი სტადიონი შენდება, მინდორი დააგეს, ტრიბუნები არის გაკეთებული და ვარაუდობენ რომ ერთ წელიწადში ალბათ ეს დასრულდება ეს სტადიონი და აი ამ ადგილას თამაშობდა ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენთვის რატო აი აქ მოსვლა? აი აქ ვინც თამაშობდა, დღეს ხდება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მე მინისტარ ვიყავი ეხლა აი ამ წუთებში გამოვედი მისგან ალან ბაგიოთან და მან მითხრა რომ ეხლა აი ეს რო გახდება ყაველაშვილიო ძალიან გახარებული ხდებიან ოსებიო ამის გამო. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ვლადიკავკაზის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის დინამოშიც თამაშობდა ეს ადამიანი ვლადიკავკაზშიც იგორ ზაზროევი. მოგესალმებით ბატონო იგორ. მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ თქვენ რო ხართ, ჩვენ მინდა მაყურებელსაც უთხრა თქვენ შესახებ ორიოდე სიტყვით. მე კი ვუთხარი თქვენ თბილისის დინამოშიც თამაშობდით, ეს რომელი წლები არისო მე ერთი წელი ვიყავი და მე მამაჩემ ჩამომიყვანა აქ 67 წელი დაკა და იმის მერე აქ მე დავჭი აქ. თქვენ თამაშობდით ალანიაში. 14 წელი ვითამაშე აქ სპარტაკ ორჯონიკიძეს გუნდი, მაშინ სპარტაკი ორჯონიკიძე იყო, 14 წელი ვითამაშე ვიყავი, 5 წელი გუნდის კაპიტანი. მაშინ პირველ ლიგაში თამაშობდა. ჩვენ შეისადევათი 69-ში ჩვენ ვიში ლიგაში თამაშობდით. აჰა, გავედით ვიში ლიგაში. ჩვენ აქ კიევის დინამოს მოვუვით 3-2. ვიში ლიგა ეს რომელ წელი იყო? 70 სემისტ. 70 წელს თამაშობდა უმაღლეს ლიგაში. ჩვენ აგაც საბჭოთა კავშირის იმაში ვიყავი. კიევის დინამო თამაშობდა მოსკოვის დინამო ის ტაშკენტი ალმატა ეგენი ერთად მაშინ. ხო და კიევის დინამო საკმაოდ 3-2. აჰა, ნაკრების ფეხბურთელი იყო, ნახევარი ნაკრების თამაშობდა. ლოხინიც თამაშობდა. ლოხინი არა მაშინ ახალგაზრდა. ის ხმელიცკი იყო მაშინ. აჰა. და ეხა აი მე მაინტერესებს იმ პერიოდში, სადაც ქართველები თამაშობდნენ, ყაველაშვილი, აშვეთია, დემეტრე. თქვენ მაშინ რა პოზიცია გეკავოთ აქ? მე მაშინ უკვე გადავედი მწვრთნელად. მე მუშაობდი ელისტაში, ვავარჯო 3 წელი ელისტაში ვიყავი. მე ვარჯიშობ, მე ჩამოვიდი აქ, ვავარჯიშებდი, სკოლის დირექტორი გავხდი. ელისტის სპარტაკის. მე დავიწყე ბავშვებთან მუშაობა. 10 წელი მუშაობდი დუბში. მომაღლეს ლიგაში უდობლი იყო ჩვენთან. 10 წელი თამაშობდი. აი სტადიონი რომელიც დაანგრიეს, მას სტადიონი თამაშობდი ჩვენა. აი ხა რა სიტყვით აი ამ სტადიონის ირგვლივ ეხლა და საერთოდ ქართველების შესახებაც მინდა მითხრათ, რომ ძალიან გახარებულები არიან, რომ ვლადიკავკაზელები, აი გულშემატკივრები, რომ მაინც ფეხბურთის იმ დიდი მექის წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტი საქართველოს. მიშა კაი ისა დატოვა აქ. როგორც კაცი იყო ძალიან კაი ჭკია. აი ეხლა გაიგეს რომ მიშამ შეიძლება გახდეს პრეზიდენტი. ყველა გახარებულია. აჰა. და როგორც ფეხბურთელი, კაი ფეხბურთელი იყო და ტექნიკური, ჭკვიანი.
მე ხო იქ შვეიცარიას წავიდა მე აქედან წავიდა შვეიცარიაში გადავიდა იქ თამაშობდა კიდე დიდხანს. ასე გები. თქვენ აქ ხარ ფედერაციის პრეზიდენტი ხარ ვლადიკავკაზის პრეზიდენტი და ამავდროულად კიდევ სხვა ფუნქციებს გაქვთ კიდევ? არა, მართლა. რა ხდება ეხლა აი ფეხბურთში ეხლა ეს სტადიონი კიდევ გამოაცოცხლებს ალბათ ვლადიკავკაზს. მე მგონი ხო, მაგრამ არ მომწონს ის რომ ძალიან ცოტა ისანი 15000 არ ეყოფს ჩვენ რესპუბლიკას. 20000-ი 20 არ იქნება რა 15-დან 15 თუ იქნება ისაც კარგი იქნება. ხო. ანუ ცოტა პატარა სტადიონი. პატარა იქნება ჩვენ რესპუბლიკიდან ხო. ჩვენმა თუ უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, აქ იმდენი ხალხი ჩამა, აქ ჩვენზე მე იქიდან ჩამოდიან ხალხი. კაბარდა, ისანი იქიდან მოდიან. დაგესტანიდან ჩამოდიან ხალხი აქ თამაშს უყურებდნენ. და იცი რა მაინტერესებთ, აი ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ჩვენი ქართულ-ოსური ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს ყაველაშვილის გარკვეულწილად არჩევა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს მე მგონი. მეც ვერ მომგონი. მეც გახარებული ვიყავი კეთილსა რომ მე რომ მითხრე და მე რომ გავიგე დავიკითხე გაძვირე ესეო. დირექტორი პატიოსანი ბიჭია, ოქრო ბიჭი იყო. ვალერას გაზაევს რო უთხარი რომ ვალერა ხო იცი მე ეს პრეზიდენტი უნდა დადგეს და ვალერასაც გაეხარდა. მაგას ძალიან უყვარდა ეგ. ხო რა. როგორც ფეხბურთელი გეუბნება, კაი ფეხბურთელი იყო. გააქვთ კონტაქტი გაზაევთ? ვალერთან კი რაც რას ამბობს რა შვება ისე. თვითონ ეხლა რას არაფერს არ აკეთებს. რასაკეთებს? არაფერს არის ხო დეპუტატი იყო იმაში. დუმაში იჯდა გამოვიდა იქიდან. არაფერს არ აკეთებს დადიდა. მაგაც კარგად ცხოვრობს. ვლადიკავკაზში ჩამოდის ისე? არაფერი აღარ აქვს, მაგრამ ყველაფერი გაყიდა. რატო? მაგან დედა დაასაფლავა აქ, დედა მოვიდა, დედა ცხოვრობდა მაგისაკ და დაასაფლავა შაშანწინ და იმით მე ძმა ყავს აქ კიდე ერთი. всё, მეტი არავინ. გასა. და ხო არაფერი არ დატოვა თავის. ხო. ცოტა გაბრაზებული ხო არა? არა. გასაგები. თვითონ აი ეხლა აქაური აი ფეხბურთზე რო ვთქვათ, ეხლა ალანია რაღაცა ჩამორჩება ბოლოს და რა არის, ვერაფინანსებს თუ? არა, ფინანსები არც ვიცი გეფრია. რა აქვს ფინანსები, ვიცი რომ დამცველები არ აქვს ბიჭო. უდამცველო რაფერ უნდა ითამაშო ფეხბურთი. ეხლა ფედერაციის პრეზიდენტი რო ხართ, ანუ თქვენ ფუნქციებში რა არის ეხლა ეს? მე რესპუბლიკის ჩემპიონატი მიმყავს, თასი, იმისი ბავშვების ტურნირებს ვატარებთ. ვაგზავნი ბიჭებს, ესე ცნედებს ლიცენზია ხო უნდა მიიღოთ, მე უხდი ფულს და გზავნი მოსკოვში, რომ ლიცენზები აიღოთ. დაიგრივა რა, აფშესტენი მოსაუბარ აქვს. გასაგები. და ისე ბავშვები არიან ქართველები ან ახალგაზრდულები? არის, პატარა ბიჭები არიან. ქართველები. აქაურები, აქაურები. არის ტალანტები რამე ისეთი? არის. როგორ ბიჭო ბავშვებს უყვარს ფეხბურთი. კაი, დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენსა